ამ ეტაპზე ეს საჭიროებები არ გვაქვს და აქვე ვიცარგებლებ და მადლობას გადავხდი თითოეულ ადამიანს, თითოეულ კომპანიას, ვინც ჩვენ გვეხმარება სტუდენტებს ამ წინააღმდეგობის გაძლიერებაში. ძალიან ბევრი ადამიანი გვეხმარება და თითოეულს უღრმესი მადლობა. თავს ვგრძნობთ ხნეთ მნიშვნელოვნად რაც მთავარია, იმიტომ რომ აქ დარჩენა ჩვენ პროტესტის გამოხატავს, ანუ ეს არ არის ხო, უბრალოდ დავრჩით. ანუ ჩვენ პროტესტის ნიშნად დავიკავეთ ეს ტერიტორია, იმიტომ რომ მივაწვდინოთ სხვა ადამიანებს ხმა, რომ ამ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, ვინც ახალ წელს რო შეხვდნენ ოჯახებთან ერთად, ვინც ჩვენ გვერდით აღარ არიან, ხო, და ეს განაპირობა იმ გარემოებამ რაც დღეს ხდება რა გარშემო. ამიტომ არ გვაქვს უფლება რომ ცუდად ვიგრძნოთ თავი. პირიქით ძალიან ხნეთ და იმედიანად ვართ. იმედი გვაქვს რომ სამართლიანობა იზეიმებს, სამართალი იზეიმებს და გავიმარჯვებთ. ძირითადად სტუდენტები მხარს გვიჭერენ, მაგრამ თუ არსებობს ისეთი ადამიანი, რომელიც მხარს არ გვიჭერს, ჩვენთან არ მოსულა და არ ულაპარაკია იმაზე, რომ მხარს არ გვიჭერს. არანაირი რეაქცია არ მიგვიღია უარყოფითი აქ ყოფნით. ალბათ უფრო ინტერესი იწვევს ყველაში. აქ ჩვენი ეს პროტესტის ეს ფორმა. და მინდა გითხრათ, რომ ბავშვები გვიერთდებიან ყოველდღიურად, გვემატებიან და გვამხნევებენ, გვაძლიერებენ. დაკავებულებთან კონტაქტი არ გვაქვს ესე, უბრალოდ ოჯახის წევრებთან გვაქვს რა თქმა უნდა კომუნიკაცია ხშირი, ვკითხულობთ, ისინიც კი იქიდან ვკითხულობენ და ვიცი რომ კარგად არიან იქ და გვიყურებენ იქიდან. ღამეს ვათენებთ ფოიეში. საკმაოდ ცივა, თუმცა ხალხის დახმარებით რა თქმა უნდა თბილად ვართ, ხალხი დაგვეხმარა ამაში. დაგვეხმარდნენ საძილეტომრებით, პლედებით და ასე შემდეგ. უამრავი გამათბობლებით და ასე შემდეგ. ძალიან მოულოდნელი იყო მისი გადაწყვეტილება ყოფილი რექტორის. საერთოდ არ ველოდებოდი რომ გადადგებოდა, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ჭორის დონეზე დადიოდა, რომ აპირებდა გადადგომას. ეხლა ჩვენ წავაყენეთ მოთხოვნა, რომ რექტორის კანდიდატი ვინც იქნებოდა, მოსულიყო ჩვენთან და ელაპარაკა სამომავლო გეგმებზე. გაეკეთებინა განცხადება საჯაროდ სტუდენტებთან, ჩვენ გველაპარაკა იმ პრობლემებზე, რასაც უნივერსიტეტში ვაწყდებით, განგვეხილა და ამის შემდეგ დაწყებულიყო უკვე მოქმედება. ჯერჯერობით კანდიდატები არ ჩანან, როგორც ვიცი, ჯერ არ არის კანდიდატურა, მაგრამ ველოდებით, რომ ღირსეულად მოვლენ და დაგველაპარაკებიან, მოისმენენ პროტესტში ჩაბმული სტუდენტების აზრს, გაითვალისწინებენ და დაიწყება შეცვლა რაღაცების, რაც არ მოგწონს თუნდაც აი ამ გარემოში. აქვე გავაკეთებ ბესეუს რექტორის მოვლენებზე განცხადებას. ჩემთვის ზოგადად მიუღებელი არის ესეთ დაწესებულებებში, როგორც არის უნივერსიტეტი და ასე შემდეგ, პარტიისგან დანიშნული ადამიანის დანიშვნა. იმიტომ რომ მე მგონია რომ სასწავლებელი სივრცე არის ის, სადაც ადამიანები აბსოლუტურად უნდა დაიცალონ პარტიებისგან. ის უნდა იყოს ორიენტირებული სწავლა-განათლებაზე და ის უნდა იყოს მომავლის განვითარებაზე ორიენტირებული და არა რაღაც პარტიულ ინტერესებზე. შესაბამისად, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, წარმოუდგენელი რამ ხდება, არ შეიძლება უნივერსიტეტში პარტიული ინტერესების გატარება და სოლიდარობას ვუცხადებ ყველა სტუდენტს, მოკლედ, ვინც იქ სწავლობს და ვინც ამის წინააღმდეგია, რომ მათ პარტიისგან დანიშნული ადამიანი ყავდეთ.